და უნდა ვიცოდეთ რა იქნებოდა პატრიარქის სურვილი ამ შემთხვევაში პატრიარქის რომელისთვის სწორედ ეს მომენტი მისი ისტორიის მისი პირველივე წლების ავტოკეფალიის აღდგენა იყო ყოველთვის ახსენებდა ამას კიდევაც იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფურცელი ამ მისი ძალიან გრძელი და ძალიან წარმატებული ისტორიის, როგორც ჩვენი ქვეყნის პატრიარქის იმ ყველაზე რთულ პერიოდში, როცა მან გამოიყვანა საქართველოს ეკლესია საბჭოთა კავშირიდან, ასე ვიტყოდი, აღადგინა საქართველოს ეკლესია, როგორც ცოცხალი ეკლესია, როგორც ძლიერი ეკლესია, ძლიერ საქართველოსთვის. ჩვენ ჯერ არა ვართ ის ძლიერი საქართველო, რომელზედაც ის ოცნებობდა და რომელზედაც ის ლოცულობდა მუდმივად და ამისი იმედით ნამდვილად წავიდა, ეს იმედი არ დაუტოვებია და ჩვენ ვართ ყველანი ვალდებული, რომ ვიყოთ ერთად კვირას, არ ვიცი ვის შეგვესწრება, ალბათ თვით პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ ყველა საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო სწორედ იქ, იმიტომ ესეც იქნებოდა რაღაცა ნიშანი ერთობის მის ირგვლივ. ამ ყველა რაღაცა პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა და ეს იყო მისი მთავარი დამახასიათებელი, რასაც უნდა გაუწიოთ მე მგონი ანგარიში. მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს ვის ექნება საშვი და ვის არა, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთნი კვირას, იმიტომ ეს იქნება ჩვენსგან, ყველასგან ყველაზე დიდი ნიშანი იმისი, რომ ჩვენ მას პატივს ვცემდით და ჩვენ გავიგეთ რისთვის იყო მოსული ჩვენ შორის და რა იყო მისი მთავარი მიზანი. ასევე ყველა ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს იმ დღეს გადადგმული, რომელიც სწორედ მიძღვნილი იქნება აქითკენ ერთობის, მშვიდობის, ერთმანეთის სიყვარულისკენ. ეს იქნება შეწყალება იმ ადამიანების, რომლებიც სულიად უსამართლოდ და ეს პატრიარქმა ძალიან კარგად იცოდა, შეიძლება ვეღარ ამბობდა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა და ეს იქნებოდა მისი თუ სურვილი რამეს ნიშნავს მისი იმ დღისთვის სურვილი ასეთი ალბათ ექნებოდა კიდევაც რომ არავინ არ დარჩენილიყო რომელსაც არ ექნებოდა საშუალება რომ მისთვის პატივი მიეგო მოსულიყო სამებაში იმიტომ რომ ყველანი ვართ მისი შვილები და ამისთვის ვართ ძალიან მადლიერები და ვიქნებით იმიტომ რომ პატრიარქი დარჩება ჩვენ ისტორიაში და ჩვენ იქ არ ვიქნებოდით დღეს სადაც ვართ ალბათ კიდევ უფრო ბევრად რთულ დღეში და მძიმე დღეში თუ არა პატრიარქი მე ვისურვებდი რომ ვინც მოვა მერე შეძლოს რომ გააგრძელოს ამ გზის ნაწილი მაინც დასაწყისში არ დაყოს ეს ეკლესია არ დაყოს საქართველოს არ გაყვეს ისეთ გზას რომელიც იქნება ჩვენი დასუსტების და დაყოფის გზა. ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ რაღაც მითითებებს, რაც შეიძლება მოდიოდეს ერთ სხვა ეკლესიიდან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ავტოკეფალია და ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი გზა და ეს გზა არის ის გზა, რომელზედაც დაგვაყენა პატრიარქმა, როცა გამოვედით თავისუფალ მოედანზე და ამ თავისუფალ მოედანზე გვატარა როგორც შეძლო, როგორც ჩვენ შევძელით, იმიტომ არ იყო ადვილი ჩვენი ტარება სადმე, ყველა მას კარგად გაიგებს, მაგრამ გვატარა დღემდე და ჩვენს აქედან წინ ვივლით და ვივლით სწორ გზაზე.